ერთად ფაცაცია მადგება ისე და შენ თქვა ვერ ისწავლეო და ეს თითებიო. თქვაო ვერ დაგავტურებ კარგად რა. და რეკნებში ცემეს და მე იქ იდეალურად თორი სამეგზე ნაკლები არ მოწდებოდა, იმიტომ რომ სულ კითხვას სულ ქავდი და დაამწუდა თვითონ. ეს პატიმარ ანზორ კარკაძის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. კარკაძემ მგლდანის მე-6 დაწესებულებაში 1 წელი და 1 თვე გაატარა. მისი წემისა და წამების ამბავი კი შესვლის დღიდან იწყება. როცა სასჯელ აღსრულების მაშინდელი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე მოადგილეებს ოლეგ ფაცაციასა და ვიქტორ ყაჭეიშვილს ენიძლავება, რომ ახალ პატიმარს ბრალის აღიარებასა და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე მარტივად დაითანხმებს. ნიძლავი რესტორანზე იდება. უხსენდათ საქმის აღიარება და თანამშრომლობის. օրეში ერისთავად დავიწყო, ყოველდღე ასეთი წარმომივიდა და ცენტრ ამ ძირით დავიწყოს რა. კარგი შემდგომ მოდიო ის აღიარებით ჩვენ მოეციო და თანამშრომლობაზე დემოაცები. რაიჩუკე მაიცუდა ნეკაშეთი გადამამტო. ვიქტორას ყაჭეიშვილი და ფაცაციას ყველეგას უბრალოდ რომ დაგემტრო ეს შეიძლება და დაწერილი. თანამშრომლობის. სამცემაში და პროექტში შემოვიდა მე ბედუკაძე. ბედუკაძე მუქბარო, მანი გამოიწვა, შემოგაკლება პროექტი. მე ვქონოთ რომ გავიყვანოს, თქვენ ჩადოთ სულ არჩეცნა არ დაწერა, მაინც უნდა რომ ჩამოყვანეს. აგერ მეორე თითზე, ოლეგ ფაცაცია, ის მეორე თითი მომატე ხარ რეკორდზე. რომ ამიყვანოს იქ, ვარე არ მახსოვს, მიშა იყო ოფიცერი. მეორე დღეს შემოვიდა ის მიშა. და სატოლე დამისდა წყალი. იმღამე სიმსოცოთორდე, საათ დავწურბოდი, არ დავწექი და კამზე მეცინდა რა და. შუაღამე შემოვიდნენ და კიდე მაგრად ვცემეს და უბრალოდ ეს და ჩემ კამერაში ინების იყვნენ ბიჭები ყველანი მაგრად ცემეს. მაგის გულისთვის ვერ ვარ ვიცექი შესაძლოა. დილით მოვიდნენ მე და წამიყვანეს კარცერში. თურმე წამლის მოთხოვნაზეც იცემინებია გათიშვამდე ტუალეტის კაფაზე მოვითხოვე იცემინებიან და ორი სულ აღარაფერსალა ვიტყოდი. ერთად ამ ოლეგას ჩემგან რა უნდა და არ ვიცი და ეს მიშა რა ეს მიშა ვინც იყო და ამ მიშამ გამომიყვანა და შენო მედლები დაგვაკარგინეო. არ ვიცი რა მედლებზე იყო ლაპარაკი. და მაგის გულეს უსო ვერ გიტანო და შენო სიკვდილის ღირსი ვარ და მეტის ღირსი ვარ და ისევ შემაგამიწეს. არ ვიცი სადისტი ადამიანები. ირკვევა, რომ პატიმრები თავისუფლად არც სახალხო დამცველთან და ოჯახის წევრებთან საუბრობდნენ. წამების შესახებ, უარესი წამების შიშით ვერავის ვერაფერს უყვებოდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი თუ შემოსულა, ან სადმე საჩივრით თუ მიგიმართავთ რომელიმე ორგანიზაციისთვის. ჩემ გვერდზე კარცერში იყვნენ შესულები სახალხო დამცველები, მე ეს ბიჭი კარანტინაში შეხვდა და უთხრდა კამერაში უყვებოდა ყველაფერი და მუქში გაიღვიძა. ვინმესთან თუ შეგეძლოთ დაკავშირება? სანამ ამიყვანე ხოლმე ან ადვოკატთან, ან სიდანიებზე, ოჯახის წევრებთან, სანამ შემიყვანე ხოლმე, მანამდე გავდიოდი ხოლმე სათხოვების უბრალოდ ხოლმე. კომპიუტერში ნანახებდნენ ხოლმე, შენ ამ ადგილას დაჯდები, ისმენდნენ ყველას. ორი სიტყვით შეადაროთ მაშინდელი და 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ და ციხეებში მოპყრობა, წამება რო აღარ არის, გავიგეთ თქვენგან, კურნალობასთან დაკავშირებით პოლიტიკა და კვება. აქ სერიოზული ავადმყოფობების დამემართა. ზოგი ცემებისგან, ზოგი ისგან და მე პირადად სათანადოდ ყველაფერს ყურადღება მაქვს მოქცეული და დღემდე მაქცევენ ყურადღებას. 2012-მდე ეს თითები რადგან ჩვენიც მოტეხილები და ნეკნები ჩამწრეულები მე საავადმყოფოში არა ვარ გავყანილი არაფერს. და ყველაზე რაც შეეხება შედარება მაგაშია ყველაფერზე მიწევს იმის თქმა რომ შედარება არის. მაშინ რაღაც აფეთქებულს მოგვიტანენ ხოლმე და ხორციელოდა. ის რა ხორცი იყო თორემ იმას ვერავინ გაიგებდა. პატიმარი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ცოცხალს არ დატოვებენ. ანზორ კარკაძე ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დაუშვებლად მიიჩნევს. ვერ უარყოფენ რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდაო, თუმცაო ამის შესახებო ეხლა ისო პრეზიდენტი იყო და იმანო რა იცოდაო ეხლა ეს ყველაფერი. მიშა გარეშე ციხეში კი არა საქართველოში არ ხდებოდა და ალბათ თვითონეტეს ციხეში ჩვენი ჩაგვისმეთი ადედან იყო ჩემი აზრით წამოსული ყველა. მე მაქვს ეხლა წელიწადი და აქ დარჩენილი და
ეგენი რომ მოვიდნენ, ალბათ ცოცხლას არავინ არ გამიშოს. არც მე და არც ამ ბებს. ციხეში გატარებულ თვეებს წლების შემდეგაც ვერ ივიწყებს კახა გურგენიძე. მისი ამბავი განსხვავებულია. ბიზნესის რეკეტს ეხება, რომელიც კომისიის სხდომაზე მისმა მეუღლემ მარიამ რატიანმა დეტალურად მოყვა. ქსელური მარკეტების ქსელის ხელმძღვანელები წინა ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ მათ აქციის მონაწილეებს საკვები მიუწეს. მართალია ზოგიერთი ადამიანი ამ ყველაფერს რაც მასში ხდებოდა ცირკს უწოდებს, მაგრამ ალბათ მათი გადმოსახედიდან ესე იყო, რადგანაც ჩვენ ვიყავით ჯამბაზები, რომლებსაც ათამაშებდნენ ამ ცირკის არენაზე. დაიწყო ბიზნესის შევიწროვება, ბევრი ჩვენს ირგვლივ ახლობელი მეგობარი ავიწროებდნენ ამ ბიზნესს და რა თქმა უნდა ჩვენც გაგვიჩნდა ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი. შევუერთდით ერთ დღესაც საპროტესტო აქციას, ეს არის უკვე მაისის თვე. 2009 წლის და ეს ადამიანები, რომლებიც ათენებდნენ, აღამებდნენ აქციებზე და ასე შემდეგ, მიუტანეთ მათ საჭმელი და მიუტანეთ მათ პირველადი მოხმარების ნივთები. მეორე დღიდან დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი, ერთ-ერთ ჩვენ საკუთრება მაღაზიაში. დილის საათებში შედის შევარდნით ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი ავტომატებით, ნიღბებით, შედიან დირექტორს უკეთებენ ხელბორკილებს, გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ თქვენ რაღაც გადახდებს მალავთ. დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ 700,000 ლარი არის ეს ჯარიმები ამ ორ მაღაზიაში, რაც შეგროვდა და ეს თანხა იყო გადასახადი. ფიზიკურად არ იყო საშუალება ამ თანხის გადახდის და იჭერენ დათო გოგოშვილს. TBC ხსნის ყადაღას ჩვენ ქონებას აძლევს სახელმწიფოს გააქვს ეს ქონება აუქციონზე ყიდის არარეალურ თანხას ერთ მაღაზიას 500,000-იან დოლარის რომელშიდაც TBC-მ შეაფასა მაღაზიას ყიდის სახელმწიფო აუქციონზე 150,000-აც და ყიდულობს თვითონ TBC. იჭერენ მამაჩემს. ვიხდით მიზერულ თანხას, უშვებენ მამას მეორე დღესვე რამოდენიმე დღეში ჩემ მეუღლეს კახა გურგენიძეს, რომელიც თავის ოფისში იჯდა თავის ოთახში, შედის პოლიცია და მაგიდაზე ნარკოტიკის დადების შემდეგ ეუბნება, რომ ამ ნარკოტიკის გამო იჭერენ. მე ვარ მეხუთე შვილზე 4 თვის ორსული. მიბარებენ პოლიციაში საბურთალოზე და მეუბნებიან, რომ რა ქონება დაგრჩათ, რამდენი შეგიძლიათ, რომ თანხა მოიტანოთ. ჩემი პასუხი არის, რომ აღარ გვაქვს ჩვენ ქონება, აღებს უჯრას და მიდებს წინ ჩემი შვილების ტყუპების გიორგი და ზუკა გურგენიძეების ფოტოებს და მეუბნებიან, რომ აი ეს გიორგი და ზუკა გურგენიძეები ხომ თქვენი შვილები არიან. უთხარი, რომ ყველაფერს გავყიდი რაც გამაჩნია. გამოვიდა ჩემი მეუღლე, ოჯახის წევრობა შევატყეთ, რომ ის ფსიქიურად აღარ იყო ჯანმრთელი. ორივე ყურის ბარაბანი მას ჰქონდა გახეთქილი. რა როლი ჰქონდა ამ საქმეში TBC ბანკს? თემით კომისიის თავმჯდომარე დაინტერესდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხაზარაძე ჯაფარიძემ კომისიის კითხვებს თავი აარიდეს. TBC ბანკის რომელი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ? TBC ბანკში ვინც ახლა არის დირექტორი, პრინციპში ის იყო მაშინაც დირექტორი. TBC ბანკს მე სრული პასუხისგებლობით ვიტყვი თამამად ამას, რომ რა თქმა უნდა აწყობდა, რომ სახელმწიფოსგან მისივე შეფასებული ქონება, რომელიც იყო $900,000, მან იყიდა $150,000. მათ ხომ ყველაზე კარგად იცოდნენ რა დღეში ჩაგყარეს და მონაწილეობდნენ ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად თქვენი ოჯახის გაუბედურებაში. თუ ყოფილა რაიმე შემოთავაზება? არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. და აი ამათ ქვიათ ბანკი, რომელიც თითქოს სრუნავს მოქალაქეებზე და ელოდებიან, რაც თავია ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ და დირექტორებმა თუ პრობლემურის უფროსებმა გააგრძელონ იგივე, რაც თქვენს ოჯახს დამართეს. თქვენი სამოქალაქო პოზიცია გახდა ამ ყველაფრის საფუძველი, როგორ ფიქრობთ? ბოლომდე განადგურება იყო იქიდან გამოწვეული, რომ ჩვენ დავდიოდით აქციებზე. მაშინ არ იყო დახვრეტის მუხლი. თორედ ჩვენ მარტო იქ დგომისთვის ნამდვილად დაგხვიტავდნენ. ბიზნესის რეკეტისა და ციხეში წამების ფაქტებს კომისია მომავალშიც დაუბრუნდება. შემდეგი სხდომა 2 აპრილს ჩაინიშნა.